ირანის ყოფილი სულიერი ლიდერი შირისუფალი ივანიშვილის რეჟიმი ოლიგარქი ამჯერად ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს გზავნის სამგლოვიარო ღონისძიებაზე. მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის მიერ მოკლული აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას დაესწრება. ინფორმაცია ყაველაშვილის ადმინისტრაციამ დაადასტურა. ტექსტი ასეა ფორმულირებული საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერები ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრებიან, იქამდე კალაძეც შეეხო ამ საკითხს. არ გამოვრიცხავდა რა არის ამაში ცუდი მიემგზავრება დაკრძალვაზე როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ასე შემდეგ. ამაში ცუდი არაფერია. ეს კომენტარი, რომელიც ახლა მოისმინეთ და ყაველაშვილის ტექსტი, ადმინისტრაციის ტექსტიც საზოგადოების ახმის პროპაგანდისტულ ჩარჩოში მოქცევას ცდილობს, თითქოს ჩვეულებრივი ამბავია ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლა, რადგან ამას მეზობელი სახელმწიფოების ლიდერებიც აკეთებენ. საქმე ისა, რა კონტექსტში ხდება ეს ამბავი? ივანიშვილის რეჟიმმა მტრად გამოაცხადა ამერიკის შეერთებული შტატები, ქვეყანას მასთან სტრატეგიული პარტნიორობა დააკარგვინა, პრეზიდენტ ტრამპს Deep State-ის მარიონეტი დაარქვა, პარალელურად კი ირანის გავლენები საქართველოში მნიშვნელოვნად გაზარდა, იმდენად რომ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზულ რისკებს უქმნის. ესე იგი, ყველაზე ძლიერი მოკავშირე მტერია, ამ მოკავშირის მტერი კი მეგობარი. ივანიშვილისა და ირანის რეჟიმის თანამშრომლობა და დაახლოება გასცდა საქართველოს ინტერესებისთვის საჭირო ფარგლებს. რაც შეეხება ჩვენი და ირანის მეზობელ სახელმწიფოების პოზიციონირებას, მათი ურთიერთობები თეირანთან ტრადიციულად განსხვავებული იყო საქართველოსგან, ამასთან სომხეთიც და აზერბაიჯანიც ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეები გახდნენ, რასაც ქართული ოცნება ცხადია არ ახსენებს. ოლიგარქის ირანთან ურთიერთობის გაღრმავებას თავისი დინამიკა ჰქონდა. თეირანის გავლენების ზრდა საქართველოში შესამჩნევია, ისევე როგორც ირანში ივანიშვილის მარიონეტების ვიზიტები. შარშან, როცა აიათოლას ხელისუფლება ათასობით და შესაძლოა 10,000-ობით დემონსტრანტს ფიზიკურად ანადგურებდა, ამერიკასთან ივანიშვილი დღითი დღე აუარესებდა ურთიერთობებს თბილისში, ანძა გაანათეს ამ დროს ირანის დროშის სფერებში. ეს დემონსტრაციული ნაბიჯი იყო. ამასთან ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე. ასევე ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერების გვერდით იდგა ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, სადაც სკანდირებდნენ სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას. ურთიერთობა ბუნებრივი ენების მიერ ქვეყანასთან და სახელმწიფოსთან საჭიროა, მაგრამ ივანიშვილი ხაზგასმით მაღალი თანამდებობის პირებს გზავნის იქ, სადაც დიპლომატიური გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მისი ყველა ჟესტი გამოხატულება იმ ფაქტობრივი მდგომარეობის, რაც უკვე ვახსენეთ. ეს მხოლოდ ჟესტი არ არის, ირანის გავლენა საქართველოში გაზრდილია და ამის თვალსაჩინო მაგალითები არსებობს. გამოქვეყნდა არაერთი სტატია თუ ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ ირანის სადაზვერვო ქსელი საქართველოში გაზრდილია, გაძლიერებულია იდეოლოგიური მუშაობა, საქართველო გამოიყენება სანქციების გვერდის ასავლელად.